საქართველოს მოსახლეობის 48% სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს და დღიურად $7 ნაკლებს მოიხმარს. Ამ დასკვნამდე მივიდა კვლევითი ორგანიზაცია ICET, რომელმაც საქართველოს მუნიციპალიტეტებში ცხოვრების ხარისხი რამდენიმე კრიტერიუმით შეისწავლა. დოკუმენტით ირკვევა, რომ ცხოვრების დონე რეგიონებსა და თბილისს შორის ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. ჩვენ ვიცით, რომ რეგიონში ფაქტიურად საშუალო და მსხვილი დონის ბიზნესები არ არსებობს პატარა გამონაკლისების გარდა, ისიც ხშირად ტურიზმის სექტორს ეხება ეს ან რაიმე რესურსიან მუნიციპალიტეტს, მაგრამ ის გათვლები, რაც აჩვენა ICET-მა, სადაც უკვე სხვადასხვა კრიტერიუმით ფასდება ცხოვრების ხარისხი, კიდევ უფრო მკაფიოს ხდის, თუ რამდენად დიდი გასვლა არის დედაქალაქსა და სხვა შედარებით უფრო ღარიბ და შედარებით უფრო ნაკლებად განვითარებულ მუნიციპალიტეტებს შორის. ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალური ხელმისაწვდომობა და დემოგრაფია. კვლევაში რეგიონები ამ კრიტერიუმების მიხედვით შეფასდა. ქვეყნის 64 მუნიციპალიტეტიდან 38-მა საშუალოზე დაბალი ქულა დააგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ მცხოვრებ ადამიანებს უკიდურესად უჭირთ. საკუთრებით მაღალია უთანასწორობა თბილის, ბათუმს და სხვა რეგიონებს შორის ერთ ადამიანზე შექმნილი ეკონომიკური ღირებულების დასაქმების და ასევე საშუალო ხელფასის თვალსაზრისით. დანარჩენ რეგიონებს ამ კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ. დემოგრაფიული თვალსაზრისით მნიშვნელოვნად რთულია მდგომარეობა მუნიციპალიტეტების მნიშვნელოვან დიდ ნაწილში, განსაკუთრებით ეს ეხებათ მაღალმთიანი რეგიონის მუნიციპალიტეტებს. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ხელისუფლება რეგიონების თანაბარი განვითარებისთვის არაფერს აკეთებს და ამისთვის არც სამომავლო ხედვა გააჩნია. თუ სახელმწიფო პოლიტიკა არის, რომ უნდა თანაბრად განავითაროს მუნიციპალიტეტები, ეს პოლიტიკა არ მუშაობს კარგად. თუ ეს არ არის პოლიტიკის ნაწილი, მაშინ შედეგი მიღწეულია, მაგრამ აქ დგება ერთი კითხვის ნიშანი, რა პოლიტიკა აქვს საერთოდ მუნიციპალურ განვითარების კუთხით და ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით, აი ეს უნდა იყოს ცნობილი დღეს ქართულ ოცნებას ამასთან დაკავშირებით როგორც ჩანს განსაზღვრული და ასე ვთქვათ, მკაფიო პოლიტიკა არ გააჩნია. ეკონომიკური სიცოცხლის უნარიანობის კრიტერიუმით პირველ ადგილზე თბილისია, სადაც ქვეყნის მთელი ეკონომიკური დოვლათის 50%-ზე მეტი იქმნება. ყველაზე უარესი მაჩვენებელი კი ბაღდადში, შუახევსა და ლენტეხშია. რეგიონებს შორის უთანასწორობა მათ დაცლას და მოქალაქეების მიგრაციას განაპირობებს. ქვეყანა სამუშაო ძალისგან იცლება. გარდა ამისა, რომ დასაქმების მაჩვენებელში გვაქვს უთანასწორობა, კიდევ უფრო მაღალია ეს უთანასწორობის მაჩვენებელი შემოსავლების ნაწილში, იმიტომ რომ გაცილებით დაბალანსღაურებადი სამუშაოები არის რეალურად სოფლებში, რეგიონებში და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ცენტრალიზებულია მაინც და თუ რაღაცა ხდება და კეთდება თუნდაც ეკონომიკური კითხვით და თუნდაც სამუშაო ადგილების შექმნის მხრივ ეს ხდება. შედარებით დიდ ქალაქებში რესურსების განაწილება და აქტივობების განაწილება ძალიან მნიშვნელოვანი არის და თბილისი კიდევ უფრო იზრდება, სხვა ქალაქები და რეგიონები ვერ ვითარდებიან, რაც იწვევს ამ რეგიონების დაცლას. მერე ნაწილი თბილისში მოდის, ნაწილი ჯერ მიდის იქ რეგიონულ ცენტრებში და მერე საზღვარგარეთ ან პირდაპირ საზღვარგარეთ და ეგ ქმნის პრობლემას. ეგ არის არაჯანსაღი განვითარება ეკონომიკის. ეკონომიკური უთანასწორობა და დოვლათის არათანაბარი განაწილება ის ფაქტორებია, რაც მაღალი ემიგრაციის გარდა შობადობის შემცირებაზეც ახდენს გავლენას. ბოლო 5 წელია ამ მხრივ სტატისტიკა შემაშფოთებელია. 2024 წელს ქვეყანაში ბუნებრივი მატება აღარ დაფიქსირებულა. დაბადებული ბავშვების რაოდენობა კი 40,000-იან ზღვარს პირველად ჩამოსცდა.